თუმცა მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომელზეც დიდი ალბათობით ხსენიათ უკვე. მაგრამ ძალიან საინტერესოა და მოდი მოვყვები თავიდან ბოლომდე. ერთ-ერთი ვლოგის დროს ლოგან პოლი მოგზაურობდა იაპონიაში, აოკიგაჰარა ფორესტში. ესე ქვია დღეს, რომელიც იაპონელებისთვის ძალიან წმინდა დღეა, რადგან იქ მიდიან ხოლმე თავის მოსაკლავად და თავის მოკლა იაპონელებისთვის ყველაზე ღირსეულ სიკვდილად ითვლება. ამიტომ ბევრი იაპონელი იკლავს თავს. მათთვის ჩვეულებრივი სიკვდილი შეიძლება ითქვას სამარცხვინეობას უტოლდება. და თავის მოკლა არის ღირსებასთან ასოცირებული, ისე უხეშად რომ ვთქვათ. ამიტომ ის დღეც მათთვის ძალიან წმინდაა. ამ დღეში ყოფნის დროს ლოგანმა დაინახა ადამიანი, რომელსაც თავი ჰქონდა მოკლული რამდენიმე ხნის წინ. შეიძლება ითქვას, ისეთი არაფერი უთქვამს და არც დაუცინია და არაფერი მსგავსი, მაგრამ ისეთი კარგი ვაიბით, როგორიცაც ჰქონდა ვლოგი, ეგრე გააგრძელა. მაგრამ ეს ვიდეო როგორც კი დადო, თან სოფლიოში რაღაცა წესრიგი აირია. შეიძლება ასე გაზვიადებულადაც კი ვთქვა. იმდენი რაღაცა მოხდა. დაიწყო სკანდალი, რომ ლოგან პოლმა მიცვალებულზე იხუმრა და იღადავა და დარცინა. მაშინ Game of Thrones გამოდიოდა და ჰაიპში იყო და Game of Thrones მსახიობები ერთად დადგნენ და ერთხმად დაგმეს ლოგან პოლი. ამერიკელი პოლიტიკოსები, მსახიობები, ჰოლივუდის ვარსკვლავები, სპორტსმენები ყველა ერთხმად გმობდა ლოგან პოლს. იუთუბერები ხო საერთოდ, ანუ იუთუბერებმა ლოგან პოლზე ვიდეოების კეთებით აიწყეს კარიერა და ასეთი ძალიან ბევრი იუთუბერია. ასეულობენ იუთუბერები, რომლებიც ლოგან პოლზე იღებენ ვიდეოებს და ეს იმდენად წარმატებულია მათთვის ლოგან პოლის კრიტიკა, რომ ერთ ვიდეოს კი არ იღებენ ამაზე, მთელი კონტენტი ამაზე აქვს. და ამ იუთუბერებმა დაიწყეს მაშინ აღმოცენება და გამრავალთას ძნენა. დაიწყო მთელ მსოფლიოში ლოგან პოლის დაკენსელება ბოლომდე. თვითონ YouTube-მა წარმოიდგინეთ, შეუწყვიტა მონეტიზაცია. მაღაზიებმა, რომელშიც იყიდებოდა ლოგან პოლის მერჩი, ლოგან პოლის პროდუქცია ამოიღეს. მისმა ყველა სპონსორმა გაუწყვიტა კონტრაქტი. ლოგან პოლის გინება იყო ტრენდი და ბოლოს ეს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ შეიქმნა საზოგადოება, რომელიც აგროვებდა ხელმოწერებს, რომ ლოგან პოლის არხი წაეშალათ და 720,000 ადამიანმა მოაწერა ხელი. მისი ძმაც ხო იუთუბერია, ჯეიკ პოლი. წარმოიდგინეთ, მისი ძმა საერთოდ არაფერ შუაში იყო. ესე იუთუბერობდა თავისთვის და უცებ მისი ძმის გამო მასაც გაუწყვიტა ყველა კომპანიამ კონტრაქტი. რაც კი ლოგან პოლთან ასოცირდებოდა, ყველაფერს მიწა მიაღარეს. რამდენიმე კვირა არაფერი დაუდია, შემდეგ 3 კვირის შემდეგ ჩაწერა ბოდიშის ვიდეო, $1 მილიონი შესწირა თვითმკვლელთა პრევენციის საზოგადოებას და ამით ნელ-ნელა სცადა რაღაც იმიჯის გამოკეთება. ახო კიდე ის დამავიწყდა. ლოგან პოლის გამო იაპონიის მთავრობამ ზოგადად მთელი მსოფლიოს იუთუბერებს აუგზავნა იაპონიაში ჩასვლა. და ყველაზე დიდი იუთუბერი ვინც იყო? PewDiePie ოცნებობდა ცოლის მოყვანაზე და იაპონიაში ცხოვრებაზე. და PewDiePie ცოლი მოიყვანა და იაპონიაში ვერ გადადიოდა საცხოვრებლად, რადგან იაპონიის მთავრობა არ უშვებდა როგორც იუთუბერს. რამდენიმე წელს ჩავიდა მაინც. ეს იყო ყველაზე დიდი გაკენსელება ადამიანის, რაც კი ყოფილა მთელ მსოფლიოში. თუმცა აქედან დაბრუნდა და ნახოთ ახლა როგორ დაბრუნდა.